საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. დღევანდელი გაკვეთილის თემა არის დათიშვა, მენდელის მეორე კანონი. დათიშვა არის მოვლენა, როდესაც ორი ორგანიზმი დომინანტური ნიშნის მქონე ორგანიზმის შეჯვარებით შთამომავლობაში ჰიბრიდთან ნაწილს გააჩნია დომინანტური ნიშანი, ხოლო ნაწილი ფლობს რეცესიულ ნიშანს. ანუ ვლინდება ახალი დაკარგული თითქმის გამქრალი ნიშანთვისება, რომელიც არ ვლინდებოდა პირველ თაობაში. როგორც გვახსოვს, პირველ თაობაში მენდელი ღებულობდა მწვანესა და ყვითლის შეჯვარების შედეგად მხოლოდ ყვითელთესლიან ინდივიდებს. ამ დროს თაობა იყო ერთგვაროვანი, თითქოს დაიკარგა მწვანეფერი რეცესიული ნიშანი, მაგრამ დათიშვის მოვლენა გვიჩვენებს, რომ რეცესიული ნიშანი არ დაკარგულა. ამისათვის მენდელმა ჩაატარა ცდა, აიღო პირველი თაობის ჰიბრიდებიდან ყვითელთესლიანი მცენარეები, დათესა ყვითელი თესლი და მათგან განვითარებული მცენარეები ურთიერთშეჯვარება მოახდინა, თვითდამტვერვა მოახდინა ყვითელთესლიანი ბარდის. აღნიშნულ შემთხვევაში ვლინდებოდა, გამოვლინდა თითქოს პირველ თაობაში გამქრალი ფერი, მწვანე ფერი. რაოდენობრივად, როდესაც მენდელი ითვლიდა ყვითელთესლიანების რაოდენობას და მწვანეთესლიანებისა, აღმოჩნდა, რომ ყვითელი თესლის რაოდენობა იყო 6022 დაახლოებით, ხოლო მწვანეთესლის რაოდენობა წარმოადგენდა 2001-ს. ამდენად შეფარდება ყვითელი თესლიანებისა მწვანეთესლიანებთან იყო 3:1-თან დაახლოებით. ანუ ამ შემთხვევაში გამოვლინდა სწორედ მწვანეფერი, რომელიც პირველ თაობაში თითქოს გაქრა. აქედან გამომდინარე, მენდელმა შენიშნა, რომ დაასკვნა, რომ პირველ თაობაში გამოვლენილ ყვითელ ფერის მქონე ინდივიდებში კი არ დაკარგულა რეცესიული ნიშანი, არამედ დათრგუნა ის დომინანტურმა ფერმა, ყვითელმა ფერმა. თავის ჩატარებულ ცდებში მენდელმა შეამჩნია სწორედ ეს კანონზომიერება და ამ კანონზომიერების გათვალისწინებით იგი შეეცადა ჩამოეყალიბებინა კანონი და მან ამ კანონს უწოდა კიდეც დათიშვის კანონი, ანუ კანონს ეწოდა ასევე მენდელის მეორე კანონი. ეს რომ შემთხვევითობა არ იყო და ყოველთვის ღებულობდა დათიშვა 3:1-თან, მენდელმა რამდენჯერმე გაიმეორა აღნიშნული ცდა, რამდენჯერმე შეაჯვარა ერთმანეთს ყვითელთესლიანი მცენარეები და ყველა შემთხვევაში დათიშვას ღებულობდა 3:1-თან. როგორც წინა გაკვეთილებიდან ვიცით, ბარდის სხვადასხვა ჯიში ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ სხვადასხვა ნიშნით, არა მხოლოდ ფერის შეფერილობით, თესლის შეფერილობით, არამედ ზოგიერთს გააჩნდა მაღალი ღერო, რომელიც ასევე დომინანტური ნიშანია, ზოგს დაბალი ღერო რეცესიულ ნიშანს წარმოადგენს, ზოგი ბარდა ხასიათდებოდა მეწამული ფერის ყვავილის არსებობით, რომელიც ასევე დომინანტური ნიშანია, ზოგს ახასიათებდა თეთრი ფერი. ყველა შემთხვევაში, თვითდამტვერვის შემთხვევაში, დომინანტურის რეცესიულთან შეფარდება წარმოადგენდა სწორედ 3:1 შეფარდებას. ამდენად დათიშვის მოვლენამ დაამტკიცა, რომ პირველ თაობაში როცა არ გამოვლინდა რეცესიული ფერი, ის არ გამქრალა. მენდელის მეორე კანონი, დათიშვის კანონი შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ. პირველი თაობის ჰიბრიდების ურთიერთშეჯვარების გზით, მეორე თაობაში, მეორე თაობის ჰიბრიდებში ხელმეორედ ჩრდებიან რეცესიული ნიშნის მქონე ინდივიდები, რომლებიც შეადგენენ მთელი შთამომავლობის 1/4-ს. აღნიშნულ შემთხვევაში ჩვენს მაგალითში ეს რეცესიული ნიშნის მქონე ინდივიდები იყო მწვანეთესლიანი ბარდა და მეორე თაობაში დათიშვას ჰქონდა ხასიათი 3:1-თან. მაგრამ აღნიშნულ შემთხვევაში, როგორც აღვნიშნეთ, გამოვლინდა 1/4 ნაწილი მწვანეთესლიანებისა, ხოლო 3/4 მთელი შთამომავლობისა წარმოადგენდა ყვითელთესლიანებს, თუმცა მათ შორისაც მემკვიდრული განსხვავება იყო. 3/4 ყვითელთესლიანებს შორის ფენოტიპურად, გარეგნულად ისინი ერთმანეთისაგან არაფრით განსხვავდებოდნენ, მაგრამ გენოტიპურად მათ შორის არსებობს განსხვავება.
მათი 1/3 თავისივე მსგავსთან შეჯვარებისას, ანუ ყვითელთესლიანების 1/3 ყვითელთესლიანებთან შეჯვარებისას არ ითიშებოდნენ და შთამომავლობაში ყოველთვის ვღებულობდით ყვითელთესლიან ინდივიდებს. მაგრამ დანარჩენი 2/3 აღნიშნული ჰიბრიდებისა, ასევე ყვითელთესლიანებისა ურთიერთშეჯვარების შედეგად ითიშებოდნენ და ვღებულობთ შთამომავლობაში შეფარდებას ასევე 3-თან. ასე ხდება შემდეგ თაობებშიც. ამდენად გენოტიპურად, ანუ მემკვიდრული თვისებებით განსხვავდებოდნენ დომინანტური ნიშნის მქონე ინდივიდები, ყვითელთესლიანები და ყვითელთესლიანები ერთმანეთისაგან. 1/3, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, არ ითიშებოდნენ და მათ ჰომოზიგოტები ეწოდათ, ჰომო ნიშნავს ლათინურად ერთნაირს, ხოლო 2/3, რომელიც ითიშებოდნენ და წარმოქმნიდნენ ურთიერთშეჯვარების თვითდამტვერვის შემდგომ თაობაში, როგორც მწვანე თესლიანებს, ასევე ყვითელთესლიანებს, მათ ჰეტეროზიგოტები ეწოდათ, რაც ლათინურად ჰეტერო ნიშნავს განსხვავებულს. დათიშვის კანონით მენდელმა სწორედ დაადგინა ის კანონზომიერება, რომ რეცესიული ნიშანი არ დაკარგულა შემდეგ თაობებში, მაგრამ მისთვის არ იყო ცნობილი თუ რა ფაქტორი განსაზღვრავდა მემკვიდრული ინფორმაციის გადაცემას მომდევნო თაობებში, რა არის მემკვიდრეობის ერთეული, თუმცა ივარაუდა მან, რომ რაღაც ფაქტორი უნდა არსებობდეს მემკვიდრეობის ერთეული, რომლის გზითაც ხდება ნიშანთვისების გადაცემა თაობიდან თაობაში. ამის შესახებ კი უფრო მოგვიანებით დანიელმა მეცნიერმა იოჰანსენმა თქვა, რომ აი ეს მემკვიდრული ერთეული არის სწორედ გენი, რომლის საშუალებითაც ხდება ნიშანთვისებების გადაცემა მომდევნო თაობაში. თუმცა უკაცრავად მენდელისათვის ეს არ იყო ცნობილი მექანიზმი, როგორ გადაეცემა ნიშანთვისებები მომდევნო თაობაში. არც ის იყო ცნობილი თუ როგორი არის უჯრედის გაყოფის მექანიზმი, მიტოზისა და მეიოზის მექანიზმი იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი. 1870-80-იან წლებამდე ეს მექანიზმი უცნობი იყო. უფრო მოგვიანებით ორმა მეცნიერმა, ამერიკელმა სატონიმ და გერმანელმა ბოვერიმ შენიშნეს, რომ გენსა და ქრომოსომას შორის არსებობს გარკვეული კავშირი და ეს კავშირი განსაზღვრავს სწორედ იმას, რომ ქრომოსომების საშუალებით ხდება მემკვიდრული ინფორმაციის გადაცემა თაობიდან თაობაში და მათ მიერ შემოთავაზებულ თეორიას სწორედ ქრომოსომული თეორია ეწოდა. აღნიშნული ნიშანთვისება, ნებისმიერი ნიშანთვისება, რომელიც დამახასიათებელია ამა თუ იმ ორგანიზმისათვის, განისაზღვრება 2 გენით, წყვილი გენით. წყვილ გენებს კი ალელური გენები ეწოდება. ალელური გენები მოთავსებული არის ჰომოლოგიური ქრომოსომების ერთსა და იმავე ლოკუსში და მეიოზის შედეგად, რადგანაც ქრომოსომები ერთმანეთს შორდებიან და ერთ შვილეულ უჯრედში ჰომოლოგიური ქრომოსომების ერთი ნაწილი აღმოჩნდება მისი, ხოლო მეორეში მეორე ნაწილი, მასთან ერთად ხდება სწორედ ამ ალელური გენების განაწილებაც. ამიტომ გამეტაში აღმოჩნდება წყვილი გენი და მხოლოდ ერთი გენი. ალელურ გენებს აღნიშნავენ ლათინური ასოებით და შემოიტანეს ლათინური აღნიშვნა, დომინანტური ნიშნის მქონე გენი აღნიშნეს ადიდიასოთი. ჩვენ შემთხვევაში ეს არის ყვითელი ფერის აღნიშნული ნიშანი, ხოლო რეცესიული ნიშანი, მისი საპირისპირო ნიშანი, მწვანე ფერი აღინიშნება აპატარა ასოთი. აპატარა ასოთი აღნიშნეთ მწვანე ფერი. ამიტომ ორგანიზმები, რომლებიც შეიცავენ როგორც დომინანტურ გენს, ასევე რეცესიულ გენს, მათ ეწოდათ ჰეტეროზიგოტები და ისინი ითიშებოდნენ ურთიერთშეჯვარების შედეგად, შთამომავლობაში ვღებულობდით მათი ურთიერთშეჯვარების შედეგად, როგორც დომინანტური ნიშნის მქონე ინდივიდებს, ასევე რეცესიული ნიშნის მქონე ინდივიდებს, რადგანაც ისინი წარმოქმნიან ორ განსხვავებულ გამეტას, ორი განსხვავებული გენის შემცველ გამეტას. ამიტომაც უწოდეთ ასეთ ორგანიზმებს ჰეტეროზიგოტები. ხოლო დომინანტური ნიშნის მქონე ინდივიდებში, ყვითელი ფერის აღნიშნულ ინდივიდებში და ასევე რეცესიული ნიშნის მქონე ინდივიდებში, რომელსაც შეესაბამება მწვანე ფერი, ისინი შეიცავენ ერთი და იმავე სახის ალელს. ორივე შეიცავს ან ადიდალეს, ყვითელის აღნიშნულ გენს, ან შეიცავს აპატარას
მწვანეს გამსაზღვრელ გენს. ამის გამო ისინი გამეტებში ხვდება ყოველთვის, როგორც აღნიშნეთ, თითო გენი და ისინი ერთი სახის გამეტას წარმოქმნიან. ამდენად ის ორგანიზმები, რომლებიც წარმოქმნიან ერთნაირი სახის გამეტებს და ერთმანეთთან შეჯვარების შედეგად არ ითიშებიან, ჰომოზიგოტები უწოდეს. ხოლო ისინი, რომლებიც იძლევიან სხვადასხვა სახის გამეტას და ერთმანეთთან შეჯვარების შედეგად ითიშებიან, მათ უწოდეს ჰეტეროზიგოტები. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც დომინირება არის არასრული. ანუ ჩვენ შემთხვევაში ყვითელი ფერი სრულად დრგუნავს მწვანე ფერს. ამ შემთხვევაში დათიშვა ფენოტიპის მიხედვით არის 3:1-თან. ხედავთ, რომ ყვითელი ფერის ინდივიდების პირველი ჰიბრიდების ურთიერთშეჯვარების შედეგად ვღებულობთ ორ განსხვავებულ ფენოტიპს, ყვითელსა და მწვანეს ფენოტიპს. ის მქონე მცენარეებს. ყვითელი წარმოადგენს მთელი შთამომავლობის 3/4 ნაწილს, ხოლო მწვანე წარმოადგენს 1/4 ნაწილს და ისინი იძლევიან მათი შეფარდება ერთმანეთთან არის 3:1-თან. ანუ 3:1-თან არის ფენოტიპური დათიშვა. ფენოტიპური დათიშვა, ანუ 3 ყვითელი, 1 მწვანე. მაგრამ თუ განვიხილავთ დათიშვას გენოტიპის მიხედვით, ჩანს, რომ ორ განსხვავებულ ფენოტიპს შეესაბამება 3 განსხვავებული გენოტიპი. ყვითელ ფერს 2 განსხვავებული გენოტიპი შეესაბამება, როგორც ჰომოზიგოტი, ასევე ჰეტეროზიგოტი. ხოლო მწვანე ფერს 1 გენოტიპი შეესაბამება, რომელიც არის ჰომოზიგოტი რეცესიული ნიშნის მიხედვით. ამდენად ფენოტიპურ დათიშვას 3:1-თან შეესაბამება გენოტიპური დათიშვა 1:2:1-თან. ეს როგორც აღნიშნეთ, გვაქვს სრული დომინირების შემთხვევაში, როდესაც ყვითელი ფერი სრულად დგუნავს მწვანე ფერს, მაგრამ ბუნებაში ფართოდ არის გავრცელებული ისეთი შემთხვევები, როდესაც დომინირება სრული არ არის, სრულად ვერ თრგუნავს დომინანტური გენი რეცესიულ გენს. ეს შემთხვევა შეიძლება განვიხილოთ მარწყობის მაგალითზე ან გულისაბას მაგალითზე, წითელნაყოფიანი მარწყვის შეჯვარებით თეთრნაყოფიან მარწყვთან პირველ თაობაში ვღებულობთ ერთგვაროვან თაობას, მაგრამ ეს ერთგვაროვანი თაობა არ გავს არც ერთ მშობელს. იგი განსხვავებულია მშობლისგან და გააჩნია ვარდისფერი. ასევე არის გულისაბას შემთხვევაში წითელყვავილიანისა და თეთრყვავილიანის შეჯვარების შედეგად პირველი თაობა გვაქვს ერთგვაროვანი, რომლითაც დასტურდება მენდელის პირველი კანონი ერთგვარობის წესი, მაგრამ ამ ერთგვაროვან თაობაში ერთგვაროვანი თაობა განსხვავებული არის ორივე მშობლიური ინდივიდისაგან. ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ ადგილი აქვს შვალედურ დამემკვიდრებას. მიიღება შვალედური ფორმები. თუ შევადარებთ სრულ დომინირების შემთხვევას არასრულ დომინირებასთან, ვხედავთ, რომ როგორც აღნიშნეთ, პირველი თაობის ჰიბრიდები არის ყველა ვარდისფერი, ხოლო ვარდისფერების ურთიერთშეჯვარების შედეგად ვღებულობთ წითელს, ვარდისფერს და თეთრს. ამდენად 3 განსხვავებული ფენოტიპი გვაქვს არასრული დომინირების შემთხვევაში, შედარებით სრული დომინირებისგან, სადაც ვღებულობთ ორ განსხვავებულ ფენოტიპს. ყვითელსა და მწვანეს. ხოლო ამ შემთხვევაში არასრული დომინირების შემთხვევაში განსხვავდება ერთმანეთისაგან ჰიბრიდები არა მხოლოდ ფენოტიპურად, არამედ ფენოტიპურ განსხვავებას, ასევე გენოტიპური განსხვავებაც ემთხვევა. გენოტიპი ჰომოზიგოტური დომინანტური ნიშნის მქონე გენოტიპი არის დომინანტური ფენოტიპის მქონე წითელი და ჰეტეროზიგოტი განსხვავებულ ფენოტიპს შეესაბამება, რაც არის ვარდისფერი. ამდენად ორი სხვადასხვა ფერს შეესაბამება ორი განსხვავებული გენოტიპი. ხოლო თეთრი რეცესიული ნიშანი ასევე ერთი გენოტიპით არის წარმოდგენილი, ისე როგორც ჩვეულებრივ სრული დომინირების შემთხვევაში.
არასრული დომინირების შემთხვევაში ვხედავთ, რომ დათიშვა ფენოტიპის მიხედვითაც და გენოტიპის მიხედვითაც არის ერთნაირი. 1-2-თან და 1-თან შეფარდებით. ანუ 1 გვაქვს წითელი, მთელი შთამომავლობის 1/4, 1 გვაქვს დათიშვის დროს 1 გვაქვს თეთრი, ასევე შთამომავლობის 1/4 და 2, ანუ შთამომავლობის ნახევარი 1/2 არის ვარდისფერი, შვალედური ფორმა. როგორც ვთქვით, სრული დომინირების შემთხვევაში ფენოტიპით დათიშვა და გენოტიპით დათიშვა განსხვავებულია ერთმანეთისაგან, ხოლო არასრული დომინირების შემთხვევაში დათიშვა ფენოტიპურის და გენოტიპურის ერთმანეთს ემთხვევა. ამდენად ჩვენ დღეს განვიხილეთ დათიშვის კანონი, მენდელის მეორე კანონი განვიხილეთ, ვისაუბრეთ ალელურ გენებზე, რომლებიც მოთავსებული არის ჰომოლოგიური ქრომოსომების ერთსა და იმავე ლოკუსში, ვისაუბრეთ ასევე სრულ და არასრულ დომინირებაზე. ამით ჩვენი გაკვეთილი დასრულებულია. გმადლობთ ყურადღებისათვის.